სისხლდენა სამ ტიპად იყოფა: კაპილარული, ვენური და არტერიული. მათ შორის განსხვავება არის ფერში, წნევაში, სიჩქარეში და საფრთხეში. კაპილარები ყველაზე პატარა სისხლძარღვებია, ამიტომ ამ ტიპის სისხლდენა ზედაპირულია და სისხლის ჩვეულებრივ წვეთებად ან ჟონვით გამოდის. ვენებში წნევა დაბალია, სისხლი მუქი ფერისაა და მუდმივად მიედინება, მაგრამ არ პულსირებს. არტერიებში კი სისხლი პირდაპირ გულიდან მოდის, მაღალი წნევით, ამიტომ ის კაშკაშა წითელია და ხშირად პულსურად ან შხებებად ისხმება. არტერიული სისხლდენა საშიშია, იმიტომ რომ სისხლი მაღალი წნევით გარბის და ადამიანი შეიძლება წუთებში დაიცალოს. არტერიული სისხლი შპრიცში უფრო კაშკაშა და თხევადია, ხოლო ვენური სისხლი უფრო მუქი და სქელია. თუ საქმე გვაქვს არტერიულ სისხლთან, ანუ სისხლი წნევით ისხმება და პულსირებს, აქ უკვე დროის დაკარგვა არ შეიძლება. უბრალოდ ნაჭერი ან დოლბანი ძალიან სწრაფად გაიჟღენთება, რადგან არტერიული წნევა ზეწოლას გაარღვევს. ასე დროს ადამიანი ძალიან სწრაფად კარგავს სისხლს, შეიძლება მალე დასუსტდეს, დაკარგოს გონება და შოკში ჩავარდეს. თუ არტერიული სისხლდენა კიდურზეა, საჭიროა ტურნიკეტი, რომელიც დაიდება ჭრილობის ზემოთ, რათა მთლიანად გათიშოს სისხლის მიწოდება ჭრილობისკენ. ტურნიკეტს რომ დაადება, აუცილებლად დააწერეთ დრო პირდაპირ კანზე ან ტურნიკეტზე, რომ ექიმებმა ზუსტად იცოდნენ, რამდენი ხანია ტურნიკეტის ქვევით არსებულ ქსოვილებს არ მიეწოდება სისხლი. ამ ინფორმაციით ისინი სწორად დაგეგმავენ შემდეგ ნაბიჯებს. თუ სპეციალური ტურნიკეტი არ გაქვთ, უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენო ქამარი, კაბელი, შარფი ან სხვა. მჭიდროდ გადასაჭერად კი შეიძლება გამოიყენო ფანქარი, სახრახნისი ან სხვა მყარი ნივთი, მაგრამ ეს არის სათადარიგო გამოსავალი, როცა სხვა გზა არ გაქვთ. მთავარი მიზანია სისხლდენის შეჩერება და სიცოცხლის გადარჩენა, სანამ პროფესიონალური დახმარება მოვა. ტურნიკეტი იდება მხოლოდ კიდურებზე, ხელზე, ფეხზე. თუ არტერიული სისხლდენა კიდურზე არაა, მაგალითად კისერზე, იღლიაში, ზაზარდულში ან სხვაგან, ამ შემთხვევაში ტურნიკეტის დადება ვერ ხერხდება. ამ დროს სუფთა დოლბანი ან ნაჭერი უნდა ჩატენოთ ჭრილობაში და თან მოახდინოთ ძლიერი უწყოტი ზეწოლა ხელით, სანამ დახმარება მოვა. ერთი თითი სულ უნდა გეჭიროს არტერიასთან და აწვებოდე. მხოლოდ მაშინ იღებ, როცა ახალ ფენა ნაჭერს ადებ. რაც შეეხება ვენურ სისხლდენას, ვენური სისხლი მუქია, არ მოდის წნევით და არ პულსირებს. უმეტეს შემთხვევაში ძლიერი პირდაპირი ზეწოლა და მჭიდრო ბინტი სრულიად საკმარისია. აქ მიზანი არის სისხლის შეჩერება, ისე რომ ზედმეტად არ გავთიშოთ კიდური. თუმცა თუ ვენური სისხლდენა ძალიან ძლიერია და ზეწოლით ვერ კონტროლდება, ტურნიკეტი მაინც შეიძლება გახდეს საჭირო. დაიმახსოვრეთ, ტურნიკეტი ძირითადად მხოლოდ კიდურებზე გამოიყენება. სხვა ადგილას კი ჭრილობის ჩატენვა, ძლიერი ზეწოლა გჭირდება. ნახოთ მაგალითი, სადაც სახვევად იყენებენ მაისურს. არაჰიგიენურია, მაგრამ თუ სხვა არაფერი გაქვს, ერთადერთი ეს რჩება, სისხლდენა უნდა შეაჩერო. ხელდათმანები საჭიროა, რომ შენი თავით დაიცო და სხვაც, თუმცა ყოველთვის ყველაფერი თან არ გექნება. ბევრმა კომპანიამ გამოუშვა სისხლის სწრაფად შემაჩერებელი სხვადასხვა საშუალება სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთი მათგანია ეს: ნემსში მოთავსებული სპეციალური ნაწილაკები, რომლებიც სითხესთან შეხებისთანავე იბერება, ავსებს ჭრილობას და სისხლდენის გაჩერებას ეხმარება, რაც მთავარია არის სტერილური. არსებობს სპეციალური სტერილური მარლაც, რომელსაც ჩატენით ჭრილობაში სისხლდენის შესაჩერებლად. კაპილარულ სისხლდენაზე ტურნიკეტი საერთოდ არ არის საჭირო. ეს ზედაპირული სისხლდენა და უმეტეს შემთხვევაში ზეწოლა, გაწმინდა და საფენი სრულიად საკმარისია. აქ გაჩვენებთ, როგორ გამოვიყენე სამზარეულოს დანაზე გაჭრილ თითზე სპეციალური სისხლის შემაჩერებელი ანტისეპტიკური ფხვნილი, რომელიც ჭრილობაზე მყარდება და სისხლდენას აჩერებს. ეს ფხვნილი რომ არ გამომეყენებინა და უბრალოდ ზეწოლა მომეხდინა, მერე კი პლასტირით ამეკრა, დიდი ალბათობით სისხლდენაც შეჩერდებოდა. უბრალოდ უფრო გვიან. ეს არის მეორე დღეს გადაღებული ვიდეო, ასე გამოიყურება ჩემი თითი და ეს კიდევ მეორე დღეს, ოღონდ საღამოს. როგორც ხედავთ, თითქმის არაფერი მეტყობა. არა და არ იყო პატარა ჭრილობა. და ბოლოს კიდევ ერთხელ შევაჯამებ. კაპილარული სისხლდენა მცირე ზედაპირული ზეწოლა საკმარისია. ვენური მუქი მუდმივი დინება, ჭრილობაში ჩატენვა და ზეწოლა. ტურნიკეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ აკონტროლებ და როცა კიდურია, ანუ ხეი ან ფეხია. არტერიული კაშკაშა, პულსირებადი სწრაფი სისხლის დაკარგვა, კიდურზე ტურნიკეტი, სხვა ადგილას ჭრილობაში ჩატენვა და ძლიერი ზეწოლა.